მოგესალმებით, ახლა გვექნება დაშლამ ერთ ვარიანტზე. ფიქრობს თუ არა, რომ დაგიბრუნოთ. გაშლა იქნება დაცილებული წყვილებისთვის, ვარიანტი გვექნება ერთი, მოусმინეთ დახასიათებას, რა ენერგიებში ხართ. განულებული ხართ და რაღაც ახალ დასაწყისში წახვედით, სამართლიანად მოხდა ეს ყველაფერი. მოლოდინი გაქვთ, რომ თქვენი წვილი ისევ შედგება. ბევრი ოცნებები გაქვთ, ბევრ ვარიანტებს განიხილავთ, როგორც ამასთან ერთად ისე მის გარეშეც. კარგად გათამაშდება აქ წყლის სტიქია მამაკაცი და ქალი მიწა. სადაც აქ თქვენთან იყო არათანაბარი რესურსების გადანაწილება. პირველი პრობლემა ეს იყო. მეორე ის, რომ თქვენ მასზე ბევრად ძლიერი ხართ, არ ვიცი რაში, ბევრად მასზე სულიერად მაღლა, არავის არ ვაკნინებს სულიერად, მაგრამ ნუ რაღაც საფეხურამდე თქვენ უფრო გაიზარდეთ, ის არა, ის დარჩა აი ესე. თქვენ ვარსკვლავი ხართ, ან რაღაც ისეთი მიზნები გაქვთ, რაც მისთვის, არ ვიცი. ცოტა სხვადასხვაგან ხართ. კარგით, ნახოთ ახლა მისი ენერგიები, რა ენერგიებშია თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. თქვენ ზესავით კაშკაშებთ. ოპტიმიზმით ხართ ახსავსე და ეს მას აგრესიას უჩენს. არ მოწონს. იმიტომ რომ თვითონ არის კრიზისში. ბევრთანა გათამაშდება, რომ თქვენს მეუღლეზე მიყურებთ, ან რომელიღაცა თქვენთაგანს აქვს ოჯახი. ვიღაცასთან გათამაშდება სამკუთხედი, თუმცა პატარა პროცენტთან. აქ ვიღაცა ტყუილების ადგილიც იყო. რას ეხებოდა ტყუილი ბევრთან ეხებოდა რაღაცის დასასრულს, რაღაც დანაპირები იყო, რომ რაღაცა დასრულდება, რაღაცას აღარ გავაკეთებ, ან რაღაცას გავაკეთებ და ეს იყო ტყუილი ადამიანმა. კარგად იცოდა, რომ ამის არ გქარ შესწავლილი. მოდით ნახოთ მისი ფიქრი თქვენზე. რას ფიქრობთ? გული აქვს ძალიან გატეხილი, სამკუთხედი აქ იყო ბევრთან. ოცნებები შეიძლება ხა ადამიანი სვავს ან რაღაცა არაფრის მდგომარეობაშია. რაღაც შანსები დაკარგა. მაგრამ ძალიან ეგოისტია. ფიქრები თქვენზე, ფიქრები. გრძნობები აქვთ, თქვენი გაშვება არ უნდა თქვენთან არის მიჯაჭვული. ნახოთ გრძნობები ახლა. გრძნობები არის, მაგრამ აქ არის манипуляციები. თქვენ გრძნობებზე манипуляციები. იცის რომ თქვენ გაქვთ გრძნობები და манипуლირებს ამით. მოლოდინშია რომ რაღაცა თავისით შეიცვლება, შეიძლება თქვენ თვითონ მიხვალთ და დათანხმდებით მის პირობებს ან იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაც იყო თქვენ შორის. დეპრესია არის აქ. როგორი მკაცრი და ჯიუტი ადამიანია. ხისტი. კარგით, რას აპირებს? რა ნაბიჯებს გადმოდგავს? მოგწერს ან დაგირეკავთ აუცილებლად. და აქ იქნება ლაპარაკი ახალ შანსზე, ურთიერთობის განახლებაზე, მაგრამ თქვენთვის გაუგებარი იქნება, როგორ და რანაირად. ანუ თითქოს ისევ რაღაც ბევრი კითხვები დაგრჩებათ. აი აქ როცა მოვა ხო, კარგი ეგეთ რჩევას გაძლევ, რომ გეტყვის თქვათ მე ამ პრობლემას მოვაგვარებ, ზუსტად კითხეთ, როდის მოვაგვარებს, რანაირად მოვაგვარებს, სად მოვაგვარებს, ვისთან მოვაგვარებს და დააკვირდით თუ შეასრულებს. იმიტომ თითქოს ადამიანი არ აპირებს სიმბოლოში არაფერს შეცვლას. კარგით, რა გელოდებათ მასთან თუ იქნებით მასთან? კრიზისი, გულის ტკენა, მუდმივი მოლოდინი, იმედგაცრუებები და ერთი ადგილის ტკეპნა. როცა თქვენ მზად ხართ მთელი სამყარო დაიპყროთ. დაფიქრდით. ნახოთ როგორ იქნებით მის გარეშე.
სრულ ტრანსფორმაციას განიცდით, სხვა ადამიანის გეყოლებათ. თავს იტყუებთ თქვენ, თავს იტყუებთ. მის გარეშე გადიხართ იმპერატრიცაში ბოლოს. გექნებათ რაღაცა სრულ ურთიერთობა კიდევ. შეიძლება ადამიანს ეხლა ციცნოთ, არ ვიცი. მაგრამ ბოლოში მაინც გადიხართ იმპერატრიცაში. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ. პირად გაშლებზე ჩასაწერად, მომწერეთ აღწერილობაში მითებულ ნომერზე.